დღეს მთელ მსოფლიოში აღინიშნება წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღე. 1992-დან გაერთიანებული ერების ასამბლეის გადაწყვეტილებით გახდა მნიშვნელოვანი ამ დღის აღნიშვნა, რომელსაც უერთდებით ყველანი. ორგანიზატორი არის ჩვენი სკოლა, მეოთხე საჯარო სკოლა, კოლხეთის ეროვნული პარკი, მეხუთე საჯარო სკოლა, თამარ ფაჩულიას სახელობის გიმნაზია. მე ვფიქრობ, მოსწავლე შემოქმედებითი ახალგაზრდობის ცენტრი. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ნიშანდობლივია იმდენად, რამდენადაც ჩვენი ქალაქი მდებარეობს. ეხლა ჩვენ ვართ მდინარე რიონის ხიდზე, რიონი ორად ყოფს ჩვენს ქალაქს. ეს არის ყველაზე წყალუხვი მდინარე, რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება და იმდენი ის დიდი ბასეინი წყლის, რაც ჩვენს ქალაქშია, რიონი, პალიასტომის ტბა, ეს არის უნიკალური რამ ჩვენი ქალაქისთვის არა, მთლიანად ეკოსისტემისათვის და მე ვფიქრობ, გაფრთხილება სჭირდება ამ რესურსებს და ამ აქციით ყველა თითოეული მოსწავლე პატარაობიდანვე თulis თავის თავს მოვალედ გაუფრთხილდეს გარემოს და გაუხანგრძლივოს მას სიცოცხლე.